სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და განადგურების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცის საქმეზე განაჩენის სავარაუდოდ დღეს გამოცხადება. ამ წუთებში სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შემდეგ რეპლიკების ეტაპია დაგეგმილია მუსელიანცის საბოლოო სიტყვაც. პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს მუსელიანცის ადვოკატს, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში არსებული ვიდეო მასალა არ არის ავთენტური. შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის ჩადენილი დანაშაული 197 მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ავთენტური ვერანაირად ვერ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ვიდეო მასალაზე, რომელზეც ბრალდებას მთლიანი ბრალდება აქვს აგებული, ექსპერტიზა არ ჩატარებულა, შესაბამისად არსებობს ვიდეო მასალაში ძალიან ბევრი ჭრა, ძალიან ბევრი გადაბმა, ფაქტები არის, გარემოებები არის დამახინჯებული. აქ ჩანს არაიდენტიფიცირებული პიროვნება, რომელიც ცეცხლს უკიდებს, უпроსტად ცდილობს რომ წაუკიდოს, ცეცხლის მოკიდების ფაქტი არ ჩანს ამ ვიდეო მასალებზე, აქედან გამომდინარე შეუძლებელია დავადასტუროთ ის, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა თუნდაც იმ პიროვნებამ, ვინც იმ ვიდეო მასალაზე ჩანს. 3-დან 6 წლამდე ემუქრება, დღეს კიდევ ვეუბნებით, არ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინი.